დისციპლინის ყველა საკითხი დაკავშირებულია ერთმანეთთან, დაზემოქმედეს ერთმანეთზე. ადამიანი ცდება, როცა ამბობს, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა თავს ამორგზების უფლება მივეცი. ტყუილია, ყოველი შეყოვნება ნეგატიურად მოქმედებს მთელ პროცესზე, ასე ფიქრი უმეცრებაო. დისციპლინა ესაა საძირკველი, რაზეც მომავალი წარმატება შენდება. დისციპლინის არ ქონას გარდაუვარ ჩავარდნამდე მივყევართ. დისციპლინას მომავალი საოცრებების შესაქმნელად საჭირო პოტენციალი აქვს. დისციპლინის გამოსამუშავებლად საუკეთესო ის მომენტია, როცა იდეა ჯერ კიდევ ახალია. ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასვლისას დისციპლინა მხოლოდ იზრდება. ასია. ერთ დისციპლინას მეორე მოსდეს, მეორეს მესამე და ასე გრძელდება დასახული მიზნის მიღწევამდე. დისციპლინაზე უარის თქმა წელწილი ძაფით ქსოვას გავს, რომელსაც მიზანზე უარის თქმამდე, ანუ უსუსურობის უსიამოვნო მომენტის განცდამდე მივყავართო. თქვენ არც თუ ისე ბევრის გაკეთება დაგჭირდებათ, იმისათვის, რომ შეამჩნიოთ განსხვავება. დისციპლინის სულ მცირე გამოვლენას სადაც კი შეუძლია ძირეულად იმოქმედოს იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანს ჩვენი ცხოვრება ბოლო 90 დღეში. რომ არაფერი ვთქვათ შემდგომ 12 თვეზე ან მომდევნო 3 წელზე. დისციპლინის მცირედი არ ქონაც კი საკუთარი თავის პატივისცემის გზნობის რღვევას იწვევსო. ასე ამბობს ჩვენი ძმა ჯიმ რონი, ჩვენი ძმა გახდაო, მარტო ჩემი არ არის ყველასია. ისტორიკების დაწონის კოლექციის ხორცთად ჯაბა თქვენ სამსახურში ჩემოკარგებოდა. შვენირება ვისაც წაწერწეთობა გინდათ გჭირდებათ და გაინტერესებთ წონის კოლექცია, შეგიძლიათ შეეხმაროთ სოფლიოში საუკეთესო კვების კონსულტანტს. სიცოცხლის სავსეს სიცოცხლეს გისურვებთ.